გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გურჯაანში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. სემინარის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდა, მათ შორის პედაგოგები, დირექტორები და მოსწავლეები. შეხვედრაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვისა და პლასტიკის მოხმარების შემცირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მონაწილეებს გადაეცათ ცენტრის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო ლიტერატურა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება გარემოს დაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტს ვესტუმრეთ. შევხვდით 24 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს, როგორც პედაგოგებს, ასევე დირექტორებს და რაც თავარია სკოლის მოსწავლეებს. ჩვენ ახალგაზრდებს გავაცანით ინფორმაცია გარემოს დაცვით და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩამოვიტანეთ ცენტრის მიერ შემუშავებული ლიტერატურა, რომელიც ძალიან გამოადგებათ სკოლის მოსწავლეებს იმისათვის, რომ გამოიმუშავონ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ჩვევა და ცნობიერება აიმაღლონ მათ შორის აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს ექნება განგრძობადი ხასიათი, როგორც თბილისის სხვადასხვა სკოლებში, ასევე რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი საკითხების ირგვლივ ახალგაზრდების ინფორმირება, მათი სტიმულირება, მათში мотиваციის გაზრდა ამ კუთხით გააქტიურებისაკენ და ვფიქრობ, სწორედ დღევანდელი შეხვედრა გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, მათ მიერ ორგანიზებულ ტრენინგ შეხვედრაზე, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი, ახალგაზრდები ყურადღებით უსმენდნენ, იყო ძალიან საინტერესო ინტერაქცია, დაინტერესება იყო მაღალი, რაც ვფიქრობ, შემდგომში ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას გარემოს დაცვით პროექტებში. დღეს გურჯაანის ტექნოპარკში ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა გარემოს დაცვის თემაზე. იყო ძალიან საინტერესო, როგორც ბავშვებისთვის, ისევ დარწმუნებული მასწავლებლებისთვისაც, ცნობიერების ამაღლების მხრივაც. ამასთანავე ვფიქრობ, რომ ჩემი მომავალიც იქნება დაკავშირებული ამ ცენტრში მუშაობასთან და ნებისმიერ განხრით შემიძლია, რომ გული დავუდო, ასევე